კაი, დავიწყოთ. შევშვები აქეთ. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით, დაგიბრუნდით eFootball Mobile-ის მომდევნო ამჯერად უკვე challenge-ის ვიდეოთი. სანამ ვიდეო გაგრძელდება, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზელაკი, რავი, ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ-ძმაო რა, ძალიან დიდი მადლობა. კარჩე, მოკლედ რა ხდება დღეს რა? ანუ ისეთი პლეიერის გამოცდა მინდოდა, პლეიერის კარდიც უფრო სწორედ, რომელიც რავი, აი, ჩემთან ერთად მოდის და ჩემთან ერთად იზრდება რა. იმიტომ რომ ეს 2021-დან ეს კარდი ყოველთვის აი ყავდა და მომყვება რა. ეს არის გუტის კარდი, რომელიც არის ყველაზე ძველი ჩემს თემში და დღეს ამ კარდს გამოვცდი. ნახოთ, რამდენად გაფუჭებულია ეს კარდი და ღირს თუ არა მისი საერთოდ გუნდში დაყენება. აი, ძმებო, შევიდეთ European Club Championship-ში. Championship-ში არ ვიცი რა არის, მაგრამ Championship-ში და ლეგენდაზე თავისთავად, ნახოთ, Galatasaray-ის ხვდები, ოკეი. Galatasaray-ის და ნახოთ გუტი როგორ გამოიჩენს ამ მატჩში თავს. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ორწამეხმას შეუძლიო. სხვათა შორის ძალიან საინტერესო სახელით მოიხსენიებენ ზოგიერთები გუტის, აი ამ ფეხბურთელს. კაცი რომელიც გარეგნულად არ ბერდება, ანუ აი თითქმის სულ ახალგაზრდული სახე ჰქონდა გუტის, რაც თამაშობდა და ხო, აი ეს კარდი არის, აი ეს 2021-ის 2 წამი AMF-ზე დავაყენო ესა. კაი, second striker-ზე არ ყენდება და ბიჭო, second striker-ზე არ ყენდება, თავი დამანებით, კაი. აი ესე attacking midfielder-ი იყოს, ყოველთვის attacking midfielder-ზე ვაყენებდი გუტის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ center forward-ი იყო, ყოველთვის attacking midfielder-ზე დგებოდა ხოლმე. დავიწყეთ და ვნახოთ Galatasaray-ისთან რა სიზამს გუტი. გადაიღეს ეს სამახსოვრო ფოტო. ჩამოვართვეს ხელი ერთმანეთს პორტალებმა. Galatasaray ჩემი გუნდის წინააღმდეგ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაიწყო ევროპული გრანდ გუნდების შეხვედრის პირველი მატჩი Galatasaray Barcelona. საოცარი ატმოსფეროა სტადიონზე. მინდა გითხრათ, ფეხბურთელებიც მზად არიან. დაიწყეს ამასობაში მატჩი. Leroy Sané არის აქ ბურთთან შევიდა საჯარიმოში, ჩაწოდება, თუმცა კანავარო თამაშობს კარგად. გუტი ზუსტად ის იყო ბურთით. პირველად შეეხო გუტი ბურთს და ძალიან კარგი პასის გააკეთა კრუიფის მიმართულებით, აბა ჯოჰან კრუიფი. კარგი იყო მოტეხვა, აბა გუტის შორეული დარტყმა, თუმცა მეკარი ადგილზეა. ხო, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ Galatasaray არის თურქული გუნდი და თურქები, აი, მოკლედ აქაც არ მომეშნენ თურქები, არ ვიცი ძმაო, არ ვიცი რა ვთქვა. Galatasaray რადგან თურქული გუნდია, თან მას სტადიონზე არის თამაში. არ ეშლებათ მათ დახვედრა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. და არ ეშლებათ ასევე გულშემატკივრობაც. რაც რა თქმა უნდა, უფრო мотиваციას აძლევს ამ გუნდს, ან თუნდაც თურქულ გუნდებს და შეიძლება ითქვას, რომ მოწინააღმდეგეები უფრო დაბნევლები არიან, ვაიმე ბიჭო, აი ამ ძელმა ხო იმენა გამიწყალა გული. ხო, ჩემი თავარი მისია არის ის, რომ გუტის გავატანინო გოლი, ანუ მხოლოდ გუტის, არა, გუტის გავატანინო გოლი და მოვიგო ეგ მატჩი. ხო, მოვიგო რა, ან ფრედავასრულო, რავი. მაგრამ უფრო მოვიგო ეგ მირჩევნია იდეაში. რაიკარდი, კრუიფი, გუტი. აბა გუტი. დარტყმა შორიდან გუტის ბიჭო, მეკარე თამაშობს ძალიან კარგად, მეკარე ძალიან აქტიურად დაიწყეს სხვათა შორის შეტევა ჩემმა ფეხბურთელებმა. კრუიფი. აბა გუტი. კაროჩე რა. ბიჭო, ხო, როგორც მოგეხსენებათ და როგორც ისიც გუტი არის მადრიდის რეალის ლეგენდა, ერთ-ერთი ლეგენდა შეიძლება ესე ითქვას და აქ 90 აქ ჩაწოდება, მოდი აბა იქნებ არა. ვიცა? იქნებ რამენაირად ჩავახვევიდო. ეხლა რა ჩავახვიეს? ვაიმე ბიჭო. ჩემი დედას ვარ, მართლა ჩაახვია მეგონა ბრად, გამოვშტერდი მეთქი რაკნა. 29 წუთი ამასობაში 0-0-ია ტაბლოზე ჯერჯერობით. თუმცა შეეცდება ჩემი გუნდი ყველანაირად მაქსიმალურად რომ
აი ისე კარგად ითამაშებოდა, თუმცა მაინც დადო ჯარიმა, ესე იგი როგორც ჩანს არ ყოფილა ბურთზე ეს ჩაჩერხვა. აბა გაბას არა, გუტი თამაშობს კარგად, აბა გუტი გაასწრებს რო. აი რა გაიგდება რა, ხო არა, ველოდებით ეგეთ რაღაცებს გუტისგან, არ გაგიგვირდეთ ძმებო თუ ეგეთ რაღაცები ქნა გუტიმ, იმიტომ რომ 2021 წლის ქარდია, ეს ყველაზე ძველი ქარდია, რა თქმა უნდა, არ უყიდი ამ ქარდს. და ანუ ძალიან გაფუჭებულია რა, აი ძალიან გაფუჭებულია ეს გუტის ეს ქარდი რა. კრუიფი ამასობაში ბურთან აუტი, ლეროის სანეო აი ეს აიდან სად გადახვედი ძმა. აბა, უშტიანო რონალდო. ძალიან კარგი პასი აქვს ნედვედის მიმართულებით, აბა ნედვედი დრიბლინგი ძალიან მაგარი გაქვს. ნედვედი, კარგი იყო. აბა გუტი! რუნი! ბიჭო, რა ხდება? იმათია ბურთი დაჟე? ვა, რუნი. იმედები რატო გამიცრუე? ისე როგორ მოახერხე რომ მაგათი ყოფილიყო ბურთი, ჰა? აბა, ლეროის სანე. დემიშელის იმის წინააღმდეგ, დემიშელის რა თქმა უნდა. ართვა ბურთი. ერთი წუთი დაამატა პირველ ტაიმს თავარმა არბიტრმა. აიმე, ოკეი. 0-0 პირველი ტაიმი. ნახოთ უკვე მეორე ტაიმში რა იქნება. 56-54-ზე ბურთის ფლობა საინტერესოა ძალიან. დაიწყო მეორე ტაიმი. გაათამაშეს პირდაპირ ჩემმა ფეხბურთელებმა ბურთი და გუტი მეგრევე დაკარგა თავისთავად. დაიბრუნა ისევ სხვათა შორის. აბა გუტი მოტრიალება, კარგი იყო. კარგი ხარ გუტი! 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 ძალიან კარგი გოლი გაიტანა, ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და გაიხსნა ანგარიში. გუტი ზუსტად გატანილი გოლის ავტორი გახდა მატჩის 51 წუთზე და იქ ფერდინანდ და რაიკარდი. მაგრამ მოდიოდნენ. განმეორებით ნახოთ აუცილებლად ეს მომენტი. რა გაუკეთა ბიჭო და როგორ აკარგად დაარტყა. ბრავო! გაფუჭებულ ქართან შედარებით ძალიან კარგად თამაშობს. გაფუჭებულ ქართან შედარებით მართლაც ვეში ძალიან კარგად თამაშობს გუტი. ძალიან მაგარი იყო აქ როგორ მოტეხა და შორეული დაგასროლა. შეიძლება ითქვას რომ საჯარიმოს გარედან, კი ბატონო. 1-0 გაიხსნა ანგარიში, გუტის გოლი დაწინაურდა ჩემი გუნდი გალათასარაის წინააღმდეგ. ნახოთ აბა, ჯერ არის დრო გათანაბრების და მატჩის შემოტრიალების. თუმცა აბა ვიქტორ ოსიმენი სხვათა შორის იწერება ამ ბოლო პერიოდში რომ ოსიმენი ბარსელონა არის დაინტერესებული და შეიძლება მოლაპარაკებებიც დაიწყონ და საინტერესო ტრანსფერი იქნება ძალიან. ხო, ასევე შეიძლება ითქვას რომ ხულიან ალვარესიც არის დაინტერესებული ბარსელონა და ერლინგ ჰალანდზე ხა ეს ფული არ ეყოფა ბარსელონას. იქიდან გამომდინარე რომ ერლინგ ჰალანდის ხა ყიდვა არ არის ისე რა. ხულიან ალვარესიც თავისთავად, მაგრამ რა ვიცი, ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ ან ვიქტორ ოსიმენია, ან ხულიან ალვარესი, იმიტომ რომ უბრალოდ ჰალანდს რავი, უბრალოდ აი ვერ რა. აი, ამასობაში კარგი ინფორმაცია მოგაწოდეთ ალბათ. ბარსელონა გულში მათქმირებს მით უმეტეს. აბა, უშტიანო რონალდო. კარგი გაყოლება, თუმცა ნედვედმა ვერ გაასწრო იქ რომელიღაც მცველს. აბა, ფლანგზე პასი, სალაი, ლეროის სანე, დემიშელისი კარგად ეთამა. რა ვიცი, აი რა უქნა მართლა, აი ბალეტი გეცეკო თუ რა გავაკეთო, აბა? კანავარო, რონი, რონალდო, დაუგოროთ, გუტი. ეგრევე უნდა დამერტყა. რონალდო სხვათა შორის ზუსტად გუტის სტილში დაუგორა, გუტის რა. აი ეს ქუსლით პასი დატოვება. სწორედ რომ გუტის სტილი ამასობაში შეცვლებსაც განვახორციელებ. პელეს გამოიყვანა ესე. რუმენიგი უეჭველი. კაცი იყოს თავისთავად და აქეთ უნდა შევცვალო, second striker-ზე უნდა დავაყენო იდეაში გულიტი, თუმცა გუტი მყავს მან და ვერ ჩამოუწევ აქეთ, იმიტომ რომ ჩალიჩობ რომ გოლი გავიტანო გუტით. ამიტომ ვერ ჩამოუწევ რა. აბა მარტინ დემიშელისი. კანავარომ ჩააწოდეს ეს აუტი რა.
Fabio Cannavaro. აბა. Tani შორს ესე ვისროლოთ. რომე! ბიჭო, მაკრატელა მინდოდა, ანუ ლამაზი გოლი მინდოდა რომ გამეტანა რა. ხო, ანუ ხალხო ვინც არიცით მაკრატელის დარტყმა და ზოგადად skillful შოთები. ანუ ერთი წამით, აი როცა ჩააწოდებთ, მაღალ ბურთს როცა ააგდებთ, იმ დროს სანამ იმ ფეხბურთელამდე მოვა ეგ ბურთი, იქამდე უკან გაწიეთ კურსორი და დარტყმას დააჭირეთ, რავი, როგორც გინდათ გინჩვეულებრივად, გინდ გაჭიმეთ და დაარტყამს skillfuls, ну თუ აქვს ოღონდ acrobatic finishing-ი რა. ну თუ არ აქვს კიდე ან ვერ დაარტყამს, ან არ დაარტყავს რა. იმიტომ რომ თუ დაარტყა მაგალითად ვერ შეასრულებს კარგად და ну თუ ვერ დაარტყა, მაშინ თავით დაარტყავს რა პროსტა და ვერ არ იქნება ისეთი კარგი დარტყმული. ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ players, ანუ თუ გიყვართ ესეთი skillful გოლები, შეამოწმეთ ყოველთვის players, აქვს თუ არა acrobatic finishing-ი. კაი, გუტი ამასობაში. რა კარგად მოტეხა! გუტი! ვაიმე, სრო გაეტანა ბიჭო, რაი დრიბლინგა, ჩემი დედას ბიჭო. აი, არ ვიცი ძმაო, ეს რო გაეტანა გუტის, აუ ძალიან მაგარი გოლი იქნებოდა, როგორ ვერ გაიტანა, მაგრამ ნუ გაფუჭებულია კარტი. ძალიან გაფუჭებულია თან. 21-ის არის ბიჭო, რებიატარა გუტი. რავა, იქვე პასი. რომელი ვაიმე, ძალიან რისკავენ ბიჭო, აი ძალიან მართლა ძალიან რისკავენ და რაღაცა ცოტა ეკიტური მოაგვარეთ ძმაო. აბა, პარესი, კარგი იყო პარესი. ხო, ანუ შეიძლება იგითხოთ, რომ პარეს მაკეთ რა შემიყლა უნდაო ცენტრალური ის არის რომ ცველიო და ანუ ხალხო, ნახეთ, არსებობს eFootball-ში position training-ები. ანუ position training-ები რას ნიშნავს? ესე იგი, სხვადასხვა პოზიციაზე რომ ითამაშოს, აი მაგის ესე ვთქვათ რა გითხრათ ახლა? ну ეგენი რა. ხო და position training-ები დაუთრიე დემიშელის და ბარესის და ისევ ქენი რომ ანუ მარჯვნივ და მარცხნივ კარგად ფორმაში ყოფილიყვნენ როცა ითამაშებდნენ რა. და ეგ არის რა. 1-0 მინიმალური ანგარიში დავამარცხენ, გალცა რა ისწორედ რომ გუტი გახდა ამ მატჩის MVP. ხო ძმებო, ну დიდი არაფერი ახლა აი ამ ერთ მატჩს დაუთმობთ ხო ვიფიქრე, იმიტომ რომ მინდოდა ცოტა ხნით მაინც გამეხსენებინა ის ძველი დრო და ის საუკეთესო დრო PES-ისა, რაც ჩვენ OG პლეიერებმა გამოვიარეთ და მინდოდა რომ მაინც აი ცოტა ხნით მაინც გამხსენებოდა ეგ დრო რა. მოკლედ, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღილაკი და მე კიდე იზღად ამჩენია რომ დაგემშვიდობოთ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye!